ცოტა ადრე მოგვიწია გამოსვლა მინდორში, მაგრამ არა უშავს. ძალიან მაგარი გრილი ამინდია, თითქოს ცოტა ნიავი ჰქონდა დილიდანვე. მაგრამ ახლა ჩადგა ანდახან ცოტა ამოუბერავს ხოლმე და მოკლედ ვართ ისევ ნორიოში. მოგესალმებით. ახლის გამომწერებო. ჩამოვედით. მე როქსი და ნინა უბრალოდ მანქანაშია დღეს. ცოტა გვიან გამოვიყვან, ცოტას ვავარჯიშებ. ვავარჯიშებ ისევ ძირითადად როქსის. ნახოთ. რა შეძლებს დღეს? თავიდანვე კარგად დაიწყო აქტიურად ცირბილი. ერთი დღეს რასაც გავაკეთებ, იქნება როგორც კი მომშორდება და რაც შეიძლება შორს მანძილზე იქნება დაუწყებ გასროლებს რა. არ ვიცი, ერთი გასროლა მაქვს განაკეთები, როგორი რეაგირება იქნება, მინდა ვცადო. და ნახოთ ახლა ძალიან შორსაა გასული და ცოტა მოტრია და აი გაჩერდა. მე გააგზავნა სხვა. ეს ის მანძილი იყო, სადაც საშიშველი არ იყო და ტონი აბუზეც დაგდა. ახლა ისმოდა აქედან. ქოს არა. თუსაც იქნება კიდე ქეკოს. არა როქსი. ქეკოს მოვაშლებინებ. ისები რაც შეიძლება ნაკლები ჩაყოს. თავი. და ეგ იქნება უკვე დავალება რა. გასროლები. შორიდან. და ნახოთ, მეტი ნაბული, მეტი ფინველის პონა. ნახოთ რა გამოგივა. არა, ცოტა ნიავი გვაქვს ისეთი, რომ მუშაობაში მოგვეხმარება რა. აბა დავიბრებით. ფუ როქს თავიდან. თავიდან. აერკვემი დირექტორი. მაისმი ამ ხაზე რამდენად მიოდ დავიმართოთ არ ვიცი. აი ამოიყვანა დაუხდა და ვიბჯერო ამას დასდე და ამდე ხანს აი ძალიან მაგრა ისმის ხები ყველგან. აი საიდანაც ხამოდის უკვე დიდი ხანია არ გაჩერებია, მაგრამ რავი მაინც წავალით ნუ ვიუადგეთ თუ არა და კარგად უძრავს ეს ელა დაქტიურია და ნახოთ აბა დღეს როგორ შეძლებს წერების ნახოს. მოდი არა უკან დავდიხავდა. არა მან ჩიტი. ფუ. ზოგი. სამ. კანაი ჟივით არა უკვე ბევრად ისია რა. დაჟინებული ეძებს რაღაცას. აგინა ფრინველთან შეხვდა რა. ოჩ, გადაამოწმა. რა აღარ უნდა მიუბრუნდეს სიმონის. მოდი. როქსი. მოდი აქ. წამო როქსი. Там, ходи. Там, очень, каркипич.
არა ფუ ჯერ მართალია სვლას ვერ ალაგებს როგორც საჭიროა რა პარალელებზე გასვლა ერთ მხარეს მეორე მხარეს მაგ საკითხზეც არ მუშაობ ამ წუთად ავსავარია ჯერ მინდა რომ რაც შეიძლება მეტი აქტიური იყოს მინდორში და მეტი რაღაც დარბოდეს ნახ მაგაზე მე ნელა ცოტა მოუმატე ხდება რა ვქს გაირკვია მეტი ფუ არა ფუ წამ არა როქს წამ ქვა აღარ გვინდა დავიდა რავი ესეთი რამე კარგად არ მინახავს ყველგან ხმა ისმის რა ყველგან წყერის ქუთქუთი ისმის რავი რაც არის ცუდი საერთოდ მიავიარა მაგრამ წამ კარგი ბიჭი წავიდა არა ფუ თავზე აქ წამ როქსი წამ მოდი წამ ოჩ კარგად აირკვი მიდი ძალიან კაი ტოლო აქ ნახოთ არა ჩიტი იყო ფუ წავიდა მიდი ჩიტი იყო მან წამო მოდი ფუ დან აი შეცდომები რაც ეპატიება რა ამიტომ გვინდა ახლა ბევრი წერზე შეხვედრა რომ განასხვაოს ეს ჩიტის სუნი ჩიტია თუ რაფინოლია რა ყველაში შეძახით წერის სუნთან და მარტო წერზე კონდეს რეაგირება რა ამასაც აუცილებლად გაივლის და ამ სტარებით ამ ვარჯიშებით ნელა მიხვდება რომ მარტო სანადირო ობიექტზე გააკეთოს რეაგირება ოჩა წამოგიჩო წავიდე მომატე მაიმუნი რამდენი ხანია ყვირის და ცდუნება არა ხმარო გესმის და წახვიდე არ გამოვა წახვალ და აზე არა რომ მივახლოდები აღარ ხდება მე წამა მაგრამ მაინც წადოთ აბა იქნებ და გაგვიმართოს გაიგე ხო საიდან მოდიოდა კარგი ბიჭი ნახ კარგად მოძრაობს რა ცოტა კი რა ნუ ჯებურია და შორია იქიდან რაც პოინტერს მოითხოვება კიდევ ვიძახი მაგრამ ივალთ იქამდე რა პირველი კლასი ვერ დაამთავრე აი დაუბრთხა წამო არა უშვს წამორქს სორა წავედი მაგრამ ფრინველი ვერ ამოიყვანა ნაბული ვერ გავუკეთა ეგ არის რა მაგიტო ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს ნიავი იქნება თუ არა რა. ძალიან მაგრა ეხმარება ნიავი გამოუცდელი იქნება თუ გამოცდილია ნებისმიერ ძაღლს. დამხმარე ინსტრუმენტია მისთვის რა. კარგი სასიამოვნო ზომიერი ნია. აი ამ ესეთ უნიაობას წინაზე რო ვიყავით. ქარი რო იყოს, ის ბევრად ჯობია ვიდრე ესეთი აბსოლუტური სტილი რა. არა, მოდი აქ. მოდი როქსი. როქსი. არა. თქო ეს ბრძანებაც რა, არა, ეგ ბრძანებაც არ იცის, მაგრამ ცოტა ჩემი ტონალობიდან გამომდინარე უხეში ხმით ხვდება რომ რაღაცას უნდა დაანებოს, თორე ეს ბრძანება ან არა, ცალკე სასწავლებელია რა და ცალკე ვარჯიშები ჭირდება ამას. როდესაც ნელ-ნელა დაუწყებთ, უნდა მოვიყვანო კუჩენთან აქ კიდე. თავზე ვადგევარ. თან ოდნავ ნიავი იგზნო, ბაბა. მე მოვიყვანო აქ წამ. მოდი, როქსი. წამ. თვინიერი ძაღლი ის რა, ძალიან თვინიერი ძაღლი, ამბობ. ახლა აქ უნდა ვნახოთ. წესით. მოტრიალდა. მოდი, წინ წამოდი, მოდი. ვნახოთ. თუ იყნოსა ეს ფრინველი. მიდი გაირკვე. გაირკვე ბიჭო. აი ზონაშია წესით. თუ აქ არის ფრინველი და არ გამოძრავდა, უნდა მიადგეს და ვნახოთ, აბა. რაღაცა არ დავაფრთხოთ თავარია. აი აქ უნდა იყოს სადღაც წესით. მოდი აქ. როქსი. მოდი. მოდი. ვაი. მიდი აბა ბიჭო. ვერა. ამიტომ არ მიყვარს მე ამ ხმაზე წასვლა რა, ამას ჯობია წახვიდე და ის თავისუფალი სვლით რასაც იპოვო რა. წეღან აკვირო და ეხლა დაადო თავი იქეთ ყვირის, აზრი არა. წავიდით. წამო როქსი, მოდი. წამ. იგურია რა, წამ. კარგი ბიჭი, წავიდით. გვინდა სულ ახლა რამოდენიმე ნაბულის გაკეთება და ეგ იქნება რა. 2 ცალი, 3 ცალი თუ მაინც დავამუშავეთ და მოიყვანა ძალიან კარგია.
აი ეს ქვედამინდვრები რა ის ადგილი ყველა მიცით რა ის სადაც ავტობანი ნუ გზა საავტომობილო გზა გადის და მხარია და ალბათ მანქანებს ხედავთ აქ დავდივარ და რავი ხმებით ისმის პირველი სულ შევიხვედრე ახლა კიდე შორსაა გაშოლე გაუსვი არანაირი რეაგირება არა აქვს რა პირიქით რო აზარჩი აგდებს მგონია ნანჯერ ვერ ჩააგდებს ეს გასულ აზარჩი სანამ ფრინველთან შეხვედრას არ დააკავშირებს მაგრამ მაინც მისთვის კაია ცოტა დახურული სივრცესავით მაინც არის რა და ეს ეხოდა ეს ხმა ამ ადგილში რჩება ასე რომ არა აქვს რეაგირება პრობლემა არ იქნება რა როქსის ნადირობის სეზონის დროს უპრობლემოდ ფრინველის ამოყვანისას გასროლაზე ჩვეულებრივად ისევ გააგრძელებს მუშაობას რა ჩამოვედით ეხლა იმ ადგილზე სადაც მინდოდა რომ გუიარა და ესე ნელ-ნელა ნელი სიარულით წავყვებით პირდაპირ ოდნავ რაღაც ნიავი იგრძნობა რა მაგრამ ეს ის არა რაც ჩვენ გვინდა რა აბა ვნახოთ ალა თავი ახლა როგორ დაბლაკ ფოროქსი ფუ წავიდა აქ დიდი ფუ გამოდია მოდია ფუ წამ ავი არ ვიცი გესვი თუ არა ძალიან ბევრი წყლის ხმა ისმის რა ბოლოს რო ვიყავი წინა დღით ძალიან დიდი სეტყვაიო და მეორე დღეს მაგარი ქარი რა და ესეთი ხმები არ ისმოდა შეიძლება იმ ამინდმაც ეგეთი მიდი რა დიდი როქსი ალა რაღაცას ვერ აგნებს აი ეს ფუ თანვით ფუ აი ეს მნიშვნელოვანია რომ მივხვდეთ როდის დაუშალოთ ეს ქექვა შეიძლება აი ტოლვაზე იყოს რა რაღაცეში ერკვეუდეს ყვალზე გადავიდეს გადაამოწმოს და მე ისევ თავი აწიოს და ამ დროს რო დაუშალოთ შეიძლება ფრინველი ყავდეს ანუ ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი ძალის ქცევა რა დროს მიდის ქექვაზე და რა დროს ამოწმოს და აზუსტებს რა ანუ იმას ვამბობდი წეღა რომ წინაჯერზე ამდენი ხმები არ ისმოდა მაგრამ ფრინველი ვნახეთ რა ეს ახლა შედარებით ადმინდით სტაბილურია და ხმებიც უფრო მეტი ისმის რა ფრინველის ახლა დაბა როგორ გაგვიმართლებს გამაყრუებელი ხმა ისმის აი კიდე დაურთხა იქეთ მივდიოდი სადაც უნდა ხმა ისმოდა და დაგვიფრთხა კაი ადგილზე ჩართ წამ მოდი როქსი წამო როქსი უნდა მისულიყო ნაბული გაეკეთე მოდი როქსი ოჩ წამო აი ჩაჯდა იქ მაიმუნი აბა იქ გარდამჯდარი ვიპოვოთ წამო თითქოს უკვე უნდა მისულიყო ნებულის გასაკეთებლად ამოწევდა და რომელიც ამოფრინა არა უშავს და ბუცმაინც გავაკეთებ დღეს ფრინველს ვიპოვოთ
აუ, მახსოვდეს ახლა სად ჩაჯდა. მე დავიმახსოვრე. არის სადღაც რა და მიდია ვიპოვე. წამო, მოდი. არქიპელიგი წამო. ო, არ ვიცი სად დავიმახსოვრე. ძაღს უყურე, მოდი. მიდი, წავიდე. ნუცის გამოვლენაც ეგ არის, რომ ანუ გადამჯდარზე რომ მიიყვან და გადაჯდა ფრინველს იპოვის იქ უფრო კარგად ხდება შემოწმება, ანუ ვიცი რა დაახლოებით სად არის ფრინველი იქ მიიყვანა და ნუ შეიძლება არ დახვდეს, ბუნებრივია გამოზრავდეს, მაგრამ დიდი ალბათობა რომ ისე იქ იყოს ფრინველი მაგის არის, მაგიტომ გადამჯდარზეც იყავს ხოლმე როგორც ახლა ამ ჯერზე მინდა რომ გადამჯდარზე შორს გადის და არ უშლი ირბინოს, რაც შეიძლება მეტი შორი მანძილი დაფაროს. მოდი როქსი. მოდი აბა აქ ნახე, ოჩა. ხემიგი, აქ იყო სადღაც ფიდი. აი, მე თავზე გადაგვაფრინდა შებოთეში. მოდია, წამ. ფუშ. არა, წამო როქს. წამო. აი რატო დავდივარ სულ აქ რა. სანამ ერთი ფრინველის ნახვის შანსიც არის, ადგილს არ უიცვლი რა. ერთი ვნახე, ორი ვნახე, ორი ხმა ისმის, ანუ შანსი რომ აქ ფრინველი შეიხედრო არის რა, ამიტომ სხვაგან ექსპერიმენტების ტარებას აი წინა გამოსვლაზეც ვნახე, დღესაც ვნახე, არის ფრინველი ისეთი ის რაოდენობა რომ სავარჯიშოდ სულ ერთი წალი იყოს, იმ ერთი წალის ნახვა და იმ ერთ წალს გადაჯდომზე მეორედ ნახვა უკვე დიდი საქმეა, ვიდრე ისეთ მინდორში იარო, სადაც არ იცი რომ ფრინველი არის თუ არა რა. მე არ გაგვიმართლა რა უშავს, ეგ არის გამოცდილება. Salivito. Წინ. აგე, ოჩ, ორიც. შვენი თავის ტოლვით, თავის ნაბულით, თავის მივარდნით. აი ჩარჯდნენ უკვე დავინახე. წამ, ფუ, ხა მოვაშოროთ უნდა. მოდია, წამორიქს. ორი ცალი მოიყვანა ძალიან. აი წამ. ვაშოროთ ახლა მაგის და მოდია, ჩემთან. დავიდე სხვა უნდა იპოვოს ახლა. ეგ ადამიანები აქვე ჩაჯდნენ. წამ, ყოჩა. თან ორი ცალი იყო, ორი ძალიან ძნელია რა. მოდია, როქსი, წამ. ორი სხვადასხვა სუნი, ორივე სხვადასხვა მოძრაობა რა და მაინც დააფიქსირა არ მისდევს. ძალიან მაგარია რა. წამორქს. აი ჩაჯდნენ ახლა ეს ორი ფრინველი და იქნება კიდე დავამუშავოთ რა. მიდი, წავიდე. არ იყო ეს ხაზი არ მივიყვანია. უბრალოდ მოდი ახლა, მოდი. აი აქ ჩასხნე სადღაც იავი არა, მოდი როქს რა იყო, დაიხარე, წავ ქალია
აქ არიან, აი აქ ხედავ. მოდი, წავ. მოდი, აი. ავიდა. მოდი, ეხა ბიჭო. საჩო. ხო აქ ჩაჯნენ. ხონი აქ ჩაჯნენ. მოდი მოვლი აბა. წამ, მოდი. წამ, მოდი. მოდი, ახე მინე. ცხელა. წამ, მოდი. აი აქ უნდა იყნოსოს წესით. აგე. ერთი მეორე. დერო. თოთე, წამ, არა უშ. აბა ისთვის მიგიშვი. წინ. არაში. წავიდე. წინ. ოჩან როქს, კარგი ბიჭო. წამ. სულიდან მოტრიალდა, ნაბული გააკეთა. პირველი გამოძრავდა და მივარდა. დანკა. ვიარ, პოსუკი. 40 წუთია დავდივართ. 37 წუთამდეა და ესე იგი ერთი ორი მუშაობა ქონდა. ერთი დაფრთხობა ქონდა. ნელა წავალ მანქანისკენ. საკმარისია. მოდი გეყოფა. სულებით საკმარისია. ახმები ისმის თუ აქ რამ შევიხედე. თორე ამით მორჩები. მეტი აღარაა საჭირო. ამ ეტაპისთვის თანცხელა ძაღლ ის ერთი რო დააფრთხო. უნდა ქონა გათიშული რატომაც ამ დაიღალა. რაღაცა არ გადაერთო ცეგმაში და ვიგიტო ვერი. ხო, გააქტიურებულია რა. და კიდე შევიხედე ჩვენ. დიდი ალბათ. წინიდან გეისმენა რა კაი ტოლო აქ ვიმინე ნახე კარგი ბიჭი წინ წინ არა თავი წინ ფუ ეკوارგ ფუ როქსი აუ დიჩი წონდელი თავი არა მე საქმე შევიდა მიწა ეს უკვე მესამე პირველი დაამუშავა. სუსუ ოდნავ ნიავი გვაქვს წინიდან და ძალიან კარგად გამოიყენა ეს ნიავი. ნიავი პროგრესირებს რა. მივდივარ წინ. წეგანე ის გადმომჯდარი აქ ჩადდა სადღაც თუ არ ვცდები, აბა იქნება ესეც. მოდი მოიწიროქსი, ვიპოვოთ. სულები საკმარისია. ნელა წავალთ მანქანასთან და ამ აზარში დავტოვებთ მოხსნით. წამ, მოდი წინ წადი წინ. ეგარი დღეს ამით გამოგვივიდა 50-55 წუთი. მაგრამ ამ 55 წუთიდან დაახლოებით 10 წუთი ესე ადგილებში გადასვლა-გადმოსვლაში დავკარგეთ, ასე რომ
ნორმალურია, სრულებით საკმარისია რა. ეხლა მინდორსაც გავივლით. მინდორსაც გავივლით და გადავალთ პირდაპირ მანქანისკენ. სრულებით საკმარისია რა. მუშაობს რა უკვე ნელა გონებაში ხდება მისი აღქმება მიზანს რატო არსებობს უნდა გამოვიდეს თავგაწირით მინდორში ეძებოს და იპოვოს ფინები რა ბევრი წამები ნახოთ წელს გამოცდაზეც იმის წინას და პირველად გამოცდილი ძაღლები აკეთებენ იმას რასაც როქსი მამ ორ კვირაში შეძლო რა ამიტომ მნიშვნელობა შეიძლება სწორად კარგი სისხლების ძაღლის აყვანას ხოლო გენეტიკის წინაპრების ხარჯზე გაუღვიძა გონება გაუღვიძა სისხლი ყველაფერი და ეს ძაღლი ოზონზე ინადირებს მარტო წინაპრების და გენეტიკის იმედად არ უნდა ვიხოთ. აუცილებლად ჭირდება უამრავი მუშაობა. თავისებით ბევრი მუშაობა, რომ ეს სისხლებიანი სულთა სისხლის მეძებარი დავაყენოთ კარგი მონადირე რა. კარგი სისხლები არ ნიშნავს კარგ მონადირეს. კარგი სისხლები კარგია, როცა გახდება კარგი მონადირე. კიდე ერთს გავუსვრი, ახლა ცოტა შორს გავიდეს და არ მინდა რომ მანძილი ახლო იყოს. მიუხედავად იმისა, გამივარდა. შვენიერი. აინც არ აქვს რეაგირება, ძალიან კაი. ძალიან კარგი. ახლა უკვე ერთსაც გავამზადებ იმისათვის, რომ ნაბულიდან გავუსროლო რა. ავი თუ აკვირდებით, უკვე ბევრად კარგად მოძრაობს. ყველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე, აქეთ, ეხლა მე ამას აცა უნდა ვიძახო, აქეთ, იქეთ, გამორიცხულია. აქანა, იქანა, სიქინა, აგერ, ნახე, ყველა უბრალოდ ეს თქვენი ამდენი ზედმეტი ძახილი თქვენს და თქვენ ძაღლს შორის კონტროლს და კონტაქტს და კონტროლს ხოლოდ ამცირებს, არაფერს არ აძლევს. თუ ძაღლი არ ეძებს, კიდე გავიმეორდები, ეაც არ უნდა ტვინი უბურღო, ნახე, ვერაფერს ვერ გეუბნებს. ოჩა, წავიდე. თავარი ის არის, რომ ეს მთელი ენერგიით ეძებს უკვე რა, მთელი მონდომებით ავაწეული არ აგდებს თემს, ის ერთი მომენტი იყო წეღანის პირველი რომ დააფრთხო, მაშინ აბაღარ გაჩერდა და არ ქონდა მაშინ ცხვირი ჩართული და ფრინველი ვერ იპოვნა რა, იმისფერი არ გაჩერებულა. იმისფერი კი რომ მთელი ზუსტად 50-52 წუთია ტემპი არ დაუგდია რა. არ გულისხმობ, კიდე არ ვიძახი. 150-200 მეტრი ერთ მხარეს, 150-200 მეტრი მეორე მხარეს. ეგ არ არის ჯერ. მიზანი მაგაზე სამუშაოა, ეგ ცალკე თემაა. ამ ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას და ბიოლოგიას ქართულის გაკვეთილში ვერ იმეცადია რა. ყველა რაღაცები ცალ-ცალკეა დასახვეწი რა. რაც იყო მიზანი, გასროლა, აქტივობა და რამოდენიმე ნაბური. დღევანდელი გეგმა შესრულებულია რა. კედან გამომდინარე, სულ ვიხსენებ, საიდან დავიწყეთ, ითი დავიწყეთ და იქედან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს, რა უნდა გავაკეთოთ რა.
ეს ვეხლა კი. ფუ როქს, ფუ. და ფუ. წაია, ჩიტი. გადი, წავიდა. წადები. წავიდა. წლის. ჩიტის ბარტი დაიჭირა, პატარა უკვე გამოიჩეკდნენ, როგორ ჩა. არ არის ისეთი დაძაბული უკვე გრძნობდა უჩვევი არ არის ისეთი მოჭიმული აი ნახე ერკვევა აი ბოლო მომენტში უკვე როცა ახლოს იქნება ფრინველთან ან დარწმუნება რომ ყავს მერე უფრო სამბარასავით იჭიმება და მთელ სხეულზე ეტყობა რომ ფრინველი ყავს რა უკვე ახლოდან გაუსვენი ნახეთ როგორი დაძაბულია წინ აი ხარ არის ფუ არა წამ შეშ არა წამოროქს იმდენად დაძაბული იყო რომ გაინაბული იყო მაგრამ ცრუ იყო რა არა უშავს უნაბულობას ცრუნაბულობა ჯობი რასაც ნელა გამოასწორებთ ერთად არა ყველაფერი დავაფიქსირო რომ არა ფუ დაანებით უდი არ იყოს ერთი მაგის ნეშუნია და ნერვიულო ბარტყები არ იყვნენ რომ ძალიან დიდი აცტუნება რომ ბარტყი დაიჭიროს შეჭამოს მოკლას ჯერ ბარტყი აცოდო ეგ ერთი და მეორე ბარტყი დაიჭიროს შეჭამოს მაგის საშიშროება რომელიც უციქნიოს ახლა არ არის დარწმუნებული არ ყავს ფრინველი დიდი ალბათობით ფუ წავიდან არა როქს ფუ ეს ძალიან ცუდი იქნება თუ ბარტყი დაიჭირა ნუ წაღამოდი რომ ერთი რომ ბარტყს მოკლავს აუცილებლად და მეორე მიეჩვევა რომ დაიჭიროს პირით რა რაც მე ნადირობაში წარმოიდგინეთ დაჭრილი მწერს რო იპოვის მინდორში და სანამ თქვენ მიხოთ მისა ასაღებად ან შემოტანა არის უნებრივია ცდუნება იმ ხელაა რომ დიდი ალბათობით შეჭამს გადაყარყოს რა და მე იწყება პრობლემები აუხეჭამს ყლაპავს შეჭამს დაღეჭავს შეჭამს გადაყლაპავს აბა რასიოს თუ არ ასწავლე რა ჩოლევრი მტაცებელია რომელიც იმიტომ დარბის მინდორში რომ ფრინველი იპოვოს და თუ იპოვა მე შეჭამოს და თუ არ მიაჩვიო არ შეჭამოს შეგიჭამს რა მაშინ არ უნდა ეძებოს თუ უნდა ეძებოს ტყილა თუ არ შეჭამ ამიტომ ეგეც სასწავლებელია ჩემმა ძაღლმა მოტანა იცის ყველაზე მაგარი ცნობილი ფრაზა ქართულ სამონადირეო თემაში ჩემმა ძაღლმა მოტანა იცის ბიბი ამისმა ბაბუ ამისმა დააბარა დაუწერა რომ უიტანე არის ფაქტები რომ შეიძლება გენეტიკურად ან შეიძლება რაღაცნაირად მოქონდეს მაგრამ სრულყოფილი მოტანა სრულყოფილი აპორტირება საერთოდ რაღაცაა მაგის იმედად მივიქნებით რომ ჩემი ძაღლის დედას მოქონდა აუ მე ძაღლი მყავდა ძმაო ქვას იღებდა წყლაში რაღაცა ის რო ყავდა ის იყო ეს რა არის დამთავარია იმიტომ ეს მოტანაც აუცილებლად
სასწავლებელია და არა ოღონდ არა ისე ჩოგურთის ვურთ გადააგდო მოგიტანა ვაფშე ოტანა ისე გადააგდო მოგიტანა მე გადააგდე არ მოგიტანა მე კიდე გადააგდე მოგიტანა ან როცა უნდა მოგიტანს როცა უნდა არ მოგიტანს მაშინ რა ხდება შორს აგვიყვას ეგ ლაპარაკი ხა ექსპათი მამაზეზე შემდეგში ეხლა უკვე დაუძახებ მოვიყვან ჩემთან და სიამბილიქს გავყვევით ფეხით სიარულით საბელით მოდი როქსი ჩემთან როქსი ჩემთან აი ოჩ უნდა მივხვდეს ჩემთან მოდი ჩემთან უნდა მივხვდეს რომ დამთავრდა მე ვის ვეძახ ჩემთან დამთავრდა ამისთვის აი არა კიდე გამყარებული ბრძანება ჩემთან და ამაზე მუშაობ ძალიან დიდი დრო ჭირდება ამას რა როქსი ჩემთან მოდი ესე თავისთვის მინდორში არ უნდა ირბინოს როქსი ჩემთან ამას იმკაცებ ჭირდება ბევრჯერ გამეორებას არის მიჩვეული ერთი დაძახება ერთი სასტვენი რო შენთან უნდა იყოს სე როქსი მორჩა შევსვავ ახლა მანქანაში გაისვენებს და ცოტა ხანი სელაპანინას გამოვიღოთ ეს იყო დღევანდელი გეგმა შევასრულეთ კონდა სამი მუშაობა რამდენიმე ცუნაბულებზე არ შიშობს იმიტომ რომ ასაფილტრი აქვს ჯერ გონებაში აზე უნდა გააკეთოს ნაბული აზე არა კონდა სამი კარგი ნაბული კარგი მუშაობა ტოლვა მიტანება ამოფრენით და ნახოთ ამიტომ შემეძლო კიდე მეტარებინა კიდე გვენახა 4-5-10 შეიძლება არც ერთს არ გვენახა მაგრამ შეიძლება რა ესე 1000 უნდა დავტოვოთ მოვხსნათ და წავიყვანოთ ისათვის სულ ეს იყო და როქსიკო ვიმუშავეთ ვივარჯიშეთ კიდევ თხოვნა გამოვიწეროთ არხი მოიწონოთ ვიდეოები ავა კომენტარით დიდი მადლობა